გამოძიების ფარგლებში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი, ხოლო 4 იმყოფება მიმალვაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი. სისხლისამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. ვიდეო სამეთვალყურეო მასალის გაშიფვრისა და სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რადროსაც დააზიანეს ეზოს ჯებირები. გამოძიება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 187, 222, 225 და 317 მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენის სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის